რატომ ითხოვენ ქართველი კაცები, რომ თვითონ ქონდეთ გულაობის უფლება, ხოლო ქართველ ქალებს კი არა? უსაყვარლესო გამომწერებო, ეს არის ნომერ მეორე, ყველაზე გავრცელებული შეკითხვა, რომელიც ყოველდღე შემომდის პირადში გოგოებისგან. ბევრ გოგოს ეს ამბავი საშინლად არ მოსწონს, თვლიან, რომ ეს არის ჯენდერნული დისკრიმინაცია, არიან ძალიან გაბრაზებულები ბიჭებზე და ითხოვენ პასუხებს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა გამოკვლევა, ჩავატარე ინტერვიუები ქართველ ბიჭებთან და მივიღეთ ძალიან საინტერესო პასუხები და შედეგები. სანამ დავიწყებ, შეგახსენეთ, მე ვარ თამარ ღუღუნაძე, ფსიქოლოგი და ოჯახის თერაპევტი. მე ვიღებ ბევრ საინტერესო ვიდეოს ასეთ თემებზე, ამიტომ გამომიწერეთ და მომწერეთ კომენტარები თქვენ ამ თემაზე რას ფიქრობთ და კიდე რა საკითხები გაინტერესებთ, რომ მე უფრო მეტი საინტერესო ვიდეოები გადავიღო. ახლა კი დავიწყოთ. რა მომახსენეს ქართველმა ბიჭებმა? მათ მომახსენეს, რომ მათ პირიქით ძალიან უნდათ, რომ რაც შეიძლება ბევრი ქალი იყოს გახსნილი მრავალფეროვანი და თავისუფალი სექსისთვის. ეს მათ მისცემთ საშუალებას, რომ აუსრულდეთ თავიანთი ოცნებები, რაც შეიძლება ბევრი სექსი გქონდეთ ბევრ მრავალფეროვან ქალთან, მაგრამ როცა საკითხი დგება ნაციონალობასთან, მათ არ უნდათ, რომ ეს ქალები იყვნენ ქართველები. მათ უნდათ, რომ ეს ქალები იყვნენ სხვა ნაციონალობების და რატომ? ეს ბიჭები მშვენივრად ხვდებიან, რომ როდესღაც მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება. მათ მოუნდებათ ვიღაცა ქალთან სერიოზული ურთიერთობა. და იციან, რომ ეს ქალი იქნება თითქმის დიდი ვარაუდობით ქართველი. ამიტომ, თუ ქართველი ქალები იქნებიან ასე გამოცდილები სექსუალურად და ბევრ კაცთან იქნებიან უკვე ნამყოფები, ეს ქართველ კაცებს მოუტანთ ძალიან დიდ და ბევრ დისკომფორტს. და რატომ? როგორც უკვე ჩემ ყოფილ ორ ვიდეოში, მოგახსენეთ, იმ ვიდეოებს გქონდათ სახელი ღირს თუ არა, რომ ბიჭებს მოუყვეთ თქვენ ყოფილ სექსუალურ გამოცდილებებზე, თუ არ გინახიათ, ნახეთ, ძალიან საინტერესოა. ბიჭებმა მომახსენეს, რომ მათ უნდათ, რომ იყვნენ ექსკლუზიურები იმ გოგოსთვის, რომელსაც ისინი აირჩევენ. ასევე მათ არ უნდათ, რომ სადღაც რომელიღაცა ბიჭმა ვიღაცა სხვა ბიჭს როდესღაც უთხრას, რომ იცი, მე მაგ ბიჭის გოგოსთან ვარ ნაგულავები, ეს მათ სიამაყეს შელახავს და ეს არ უნდათ. ასევე ბიჭებს არ უნდათ, რომ თავში მოუვიდეთ სხვადასხვა წარმოდგენები, რომ ეს გოგო რაღაცეებს აკეთებდა სხვა კაცთან და გული აერიოთ, იმიტომ რომ თურმე კაცებს გული ერევათ, როცა საყვარელი ქალის წარსულ სექსუალურ გამოცდილებებს წარმოიდგენენ. და ასევე მათ ძალიან უნდათ, რომ ქალები იყვნენ სუფთები გენეტიკურად, რომ მათ ორგანიზმში არ იყოს სხვა გენეტიკური კოდები შესული. ამიტომ ბიჭები ხვდებიან, რომ თუ ეს ქალები იქნებიან სხვა ნაციონალობების, ეს მათ მხოლოდ დაეხმარებათ თავიანთი მიზნების მიღწევაში. მაგრამ თუ ეს ქალები იქნებიან ქართველები, სამწუხაროდ ეს ძალიან დიდ დისკომფორტს გამოიწვევს. ამიტომ არ უნდათ, რომ ქართველმა ქალებმა იგულაონ. არის თუ არა ეს ეგოიზმი? იცით, ფსიქოლოგიურ გაგებაში არის ეგოიზმი, იმიტომ რომ თვითონ უნდათ ის, რასაც არ აძლევენ უფლებას სხვა ადამიანს. ამ შემთხვევაში ახლობელს. მაგრამ ბიოლოგიურად ეს არ არის ეგოიზმი, იმიტომ რომ ბიოლოგიურად ისი არის კაცი მოწყობილი გენერაციიდან გენერაციამდე ასე გადადიოდა და რომ კაცი იცავს თავის ტერიტორიას, იცავს იმ ქალებს, რომლებსაც ირჩევს და ასევე იცავს თავის გენეტიკურ კოდს. ასე რომ ბიოლოგიურად ეს არ არის ეგოიზმი. ეს არის ჩვეულებრივი ბიოლოგიური ფაქტორი, ხოლო ფსიქოლოგიურად შეიძლება დავინახოთ როგორც ეგოიზმი, კი. ახლა საინტერესო შეკითხვა არის თუ არა აქ გამოსავალი. გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი. ერთი ეს არის ემანსიპაცია, რასაც დასჭირდება პირველ რიგში ძალიან დიდი დრო და ემანსიპაციას ქალებისაცაც აქვს თავისი დადებითი, მაგრამ თავისი უარყოფითი მხარეები, იმიტომ რომ თუ მოხდება ემანსიპაცია, ქალები მიიღებენ ამ უფლებას, მაგრამ წაერთმევათ ბევრი სხვა უფლებები, მაგალითად, კაცები მათ აღარ გაანებივრებენ. მაგრამ კიდე არის ერთი გამოსავალი. ძალიან დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში, რომ ქართული ნაციონალობა არის ძალიან პატარა. ისედაც ვიყავით 5 მილიონი, ახლა არ ვიცი რამდენი ვართ, არ შემეხედია სტატისტიკისთვის. ბევრი წასულია ემიგრაციაში, ძალიან ცოტა ქართველები არიან დარჩენილები. და ამიტომ ქალის რაოდენობაც ამ დარჩენილ კატეგორიაში ძალიან ცოტა. თუ ქართველები გამრავლდებოდნენ, ძალიან ბევრი ქალი გაჩნდებოდა და ქალების რაოდენობაც გამრავლდებოდა, ეს დაეხმარებოდა მოკლედ ამ ფაქტს და კაცები ფიქრებდნენ, რომ ქალები ისეც
ძალიან ბევრია და ვიღაცას მაინც ვიპოვი, მაგრამ ახლა იმდენად ნაკლები არჩევანია ქალების, რომ კაცებს კიდევ უფრო მეტად ეშინიათ. ასე რომ, მოკლედ, დღესდღეობით ესეთი სურათია, რა იქნება მომავალში, ჩვენ არ ვიცით. მე კი მაინტერესებს თქვენი აზრი, ველოდები თქვენს კომენტარებს და მომავალ შეხვედრამდე.